რას დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. აგერ სულ 3 დღის წინ იყო. წინა გამოშვებაში რომ ვიკითხე. ბატონი მამუკა მდინარაძე სულ ახალი დანიშნულია სახელმწიფო მინისტრად და ვიცე-პრემიერად და სწორედ სამართალდამცველებს კურირებს. ხო და ბატონი მამუკა ხომ ასეთ უკანონობასა და გადაცდომას ვერ მოითმენდა. და ხელს ხომ არ დააფარებდა არავის. როგორც ჩანს ეს კითხვა მარტო მე არ გამჩენია. მართლა დაუტრიალდა თავში რაღაც ჭანჭიკები ვიღაცებს და რამდენადაც შეძლეს მიხვდნენ რომ გორის პოლიციის იმ 6 პირუტყვის ციხეში ჩასმით მთელ სისტემას გაუჩნდა ბზარი. სხვა პირუტყვები ვიზეც რეალურად გას ბორიას რეპრესიული რეჟიმი დადგნენ არჩევანის წინაშე. ნუ თუ ამიერიდან აღარ შეიძლება არავის ცემა და დასახიჩრება. აბა ჩვენ რისთვის ვართ? აბა სხვა რა უნდა გავაკეთოთ? ვჭირდებით კი საერთოდ სისტემას თუ ჩვენც ასე გვიკრავენ თავს ციხეში იმ ყველაფრისთვის რისთვისაც წლების განმავლობაში მხოლოდ პრემიებს გვიწერდნენ. ან იქნებ უბრალოდ მოგვისროლონ და ულუკმაპურო დაგვდოვონ. ხო, რეპრესიულ სისტემას მუდმივად სჭირდება გამყარება. სულ უნდა ასხათ დამპალსა ძირკველში ბეტონი რომ არ ჩამოგექცეს. და მერე როცა იძულებული ხარ ამ სისტემიდან მისი ყველაზე ერთგული წევრები დასაჯო, იძულებული ხარ რადგან აი ამ კონკრეტულ მომენტში ახლა რევიზორებად ჩამოსული ამერიკული დელეგაციისთვის გქონდა სამტკიცებელი რომ განუხრელად იცავ ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობა შენი რელიგიაა. ასეთ შემთხვევაში კი უნდა იფიქრო რომ ქვემოდან წინააღმდეგობას წააწყდები. და რით უპასუხა პროჭორილელმა ამ კითხვებსა და ამ წინააღმდეგობას? ყველაზე მარტივი მეთოდით. ჩაატარა პოლიციის აღლუმი. თან არ დაგავიწყდეთ. ესენი სამხედრო აღლუმს პრინციპულად არ ატარებენ. ვლადიმიროვიჩს არ მოხდეს თვალშიო. და აღლუმზე ჩამოურიგა გენერლის წოდებები რეპრესიული აპარატის მწვერვალს. მინისტრს, თბილისის პოლიციის უფროსს, გენერალურ პროკურორს, იმას გენერლობის შესაბამისი პროკურორის წოდება, საპროკურორო. ახლა ამათ უნდა მიიღონ სახელმწიფო დანამატი და მათმა ხელქვეითებმა და მთელმა დანარჩენმა ქვეყანამ უნდა მიიღოს მკაფიო სიგნალი. რეპრესიული აპარატი არ საწასულა. რეპრესიები რჩება. მოთხოვნა რეპრესიებს რჩება. მოძალადეებს კვლავაც წავახალისებთ. ოღონდ ვაფრთხილებთ. ცოტა ჭკუით იქნიონ მუშტები და წიხლები მომავალში. მაინც და მაინც აი ვიღაცა ჟურნალისტების ფანჯრების ქვეშ მოინდომებენ ვიღაცის ხერხემალში გადამტრევას. ხო მარტივია. როგორც ლეგენდარული მოსამართლეშვილი თეა წულუკიანი აფრთხილებს. მე მინდა ყველა პოლიციელს მიმართო და მოუწოდო სიფრთხილისკენ. თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები და იმ 6 პოლიციელს სადაც ბრძანდებიან უსაყვედურო. თქვენ აი ამათ მიეცით სალაპარაკო. ახლა ერთ საბუთს გაჩვენებთ. ერთ ფინანსურ დეკლარაციას და მოდი სადეთ გამოიცნოთ ვისია. სამი მცდელობა არა, სამი სტრიქონი გაქვთ, რომ ამის შემსების ვინაობას მიხვდეთ. სათხარ. დავიწყეთ. სტრიქონი პირველი. ახლო ნათესავის ვალების გასტუმრებაში მონაწილეობის ხარჯი, გასავალი 20,000 ლარი. აი, ვინ შეიძლება იყოს ასეთი ხელგაშლილი და ჯიბეგაშლილი? პირველი ვინ გახსენდებათ? კაი. მოდი შორი დამოუვაროთ. ვის ნათესავს, ახლო ნათესავს შეიძლებოდა ქონდა ვალი 20,000. არა, 20 კი არა, მეტი ალბათ, რა კი, ვალის დაფარვა ან გასტუმრება კი აწერია, არამედ მონაწილეობა გასტუმრებაში. ანუ სხვებიც ვიღაცები რაღაცას გამოვიდნენ. სხვა ნათესავები. პრინციპში 20,000-ისა და მეტის ვალადაღებას რა უნდა? ბანკის ვალი, ლომბარდი, კაზინო, ქურდებთან ჩასატანი ოფშაკისთვის. ეს ყველაფერი უკვე ნორმაა საქართველოში. მაგრამ ამისთან ადამიანის ასეთ ახლო ნათესავს ქურდები აწუხებდნენ ცოტა რთული წარმოსადგენია მართალი რო გითხრათ. ვერ გამოიცანით. კარგი. გადავდივართ მეორე სტრიქონზე. ოჯახის წევრის საზღვარგარეთ მგზავრობისა და ყოფნის ხარჯი 20,060 ლარი. უფრო წვრილად არ წერია, ვინ ოჯახის წევრია, მაგრამ წევრია. 20,000 და კიდევ 60 ლარია დახარჯული წასვლა-წამოსვლაზე და ამ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ. და ვის უყვარს ოჯახის წევრები ასე? ოჯახის წევრი ყველას უყვარს და ცოტა შეიძლება დაიბნეთ კიდეც. ამიტომ მესამე ცდას, მესამე სტრიქონს გაძლევთ და აქ ნაღდათ აღარ აირევით. ხსნით მესამე სტრიქონს და ისევ გასავალი 6,600 ლარი ხატმწერის მომსახურების ხარჯი. გამოანათა ეხლა. ანუ ვეძებ თან გულკეთილს, კაი ოჯახის შვილს, ღარიბის ანათესაოთი, თან დიდარს და თან რაც თავარია, ძალიან ღრმად მორწმუნეს. და ვინა ასეთი? დაძაბეთ გონება. ხალხო, დაძაბეთ. ხო, აი ენაზე რო გადგათ, აი ცოტა მეტად იფიქრეთ, არ შეიძლება ასე მეგობრებო. განა ბევრი იცით, თან გულკეთილი,
თან კაი ოჯახიშვილი, ღარიბის ანათესაოთი, თან მდიდარი და თან ღრმად მორწმუნე. ასეთი ხალხი ასე ქუჩაში არ ყრია. ასეთი ხალხი სანთლითაა საზებნი. ეს არის ოქროს ფონდი ქართული გენეტიკის. აბა, ვერა მაინც. კაი, 10 წამს გაძლევთ. ბოლო შანსი. 10, 9, 8, 7, 6. ოქროს გენოფონდი საქართველოსი. ოქროსი ხალხო, რით ვერ მეგახოდრეთ? 5, 4, 3, 2, 1 და გულკეთილი, დიდებული ოჯახიშვილი, ღარიბის ანათესაოთი, მდიდარი და ღრმად მორწმუნე, სანთლით საძებნი. აი, ყველა დასახელებული და დაუსახელებელი, წარმოსადგენელი და წარმოუდგენელი ნიჭითა და მადლით შემკული და ცხებული. ოქროს ფონდი ქართული გენეტიკისა ყოფილა თეატრულოკიანი, აი, ეგრე. იგი ხდის ყველა გაჭირებულის ვალს. თუ ვინმე ამბავს გაიგებს, ზოგს დეკლარაციაში შეტანი, ზოგს ალბათ ფარულადაც. ნუ რა კი ასეთი მორწმუნე და მადლიანია ყოველთვის. და როცა ამბობენ, ეშმაკი ყველაზე დიდ გამოცდას, ყველაზე ძლიერად მორწმუნეებს უწყობსო. აგერ შეხედეთ რიცხვებს. 1/6-იანი დააკლდა სულ მის დეკლარაციებში, რომ ეშმაკის რიცხვი გამოსახულიყო. სულ 1/6-იანი. 60 ლარი ან 6 ლარი და დაღუპულები ვიქნებოდით, მორჩა. მაგრამ არა, ვერ გძლია ბოროტმა. ყველას ვალი გასტუმრებულია, ყველა გამგზავრებული და დაბრუნებულია. ქალბატონ თიაკი ისევ გულმხურვალედ ლოცულობს 6600 ლარიან ხატთან. ნუ ახლა ხატზე ვინაა გამოსახული და ვინ უნდა იყოს გამოსახული? ვის სახელსა და ღვაწლსაც ავედრებს უფალს მხევალი ღვთისა თეა. ეგ მაინც გამოიცანით ახლა, ნუ. რა ვიცით ირანის ამბებზე? ვიცით რომ დიდი ამბებია. დახურული ქვეყანაა და იქინა რამე ამბის გამოტანა რთულია. ვით უფრო რთულია რამე ამბის სრულად დაჯერება. პროპაგანდა მუშაობს და ვერ გაიგებ ვისი ინტერესი ვის ამბავშია ახლა. მაგრამ აი ეს კონკრეტული ამბავი ყველა შემთხვევაში ყურადღება მისაქცევია. გამოცემა Iran International-ი ავრცელებს ცნობას პრეზიდენტ პეზეშკიანის გადადგომის შესახებ. მან, როგორც გვეუბნებიან, ოფიციალური განცხადება წარუდგინა უზენაეს ლიდერს მოჯტაბა ხამენეის. პეზეშკიანი შემცვლელი გამოუჩნდება ნამდვილად. აქ მთავარი მისი გადადგომის მიზეზია. მიზეზად კი პრეზიდენტი უუფლებობას ასახელებს. მთელი ძალაუფლება ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის მეთაურებმა და ლიდერებმა გადაიბარეს. ინფორმაციის თანახმად პრეზიდენტი მხოლოდ თავისას არა, მთავრობის ატროფიასაც უჩივის. პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქვეყანაში მინისტრობაც კი სამხედროებმა შეითავსესო. თან ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსი ყველაზე რადიკალურმა ფრაქცია. ამასიან თუ შიშროების მინისტრის დანიშვნა უნდოდა და გუშაკთა კორპუსმა დაუბლოკაო. ასეთი ამბავი გავრცელდა. ოპოზიციური ირანულ მედიაში, რა თქმა უნდა. ოპოზიციური მედია მიხვდებოდა ახლა რომ იმ ქვეყანაში არ გამოდის. კონკრეტულად ეს Iran International-ი ბრიტანეთში ფუნქციონირებს. გადადგომის წერილი შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან სულ რამდენიმე საათში ირანმა ეს ამბავი ოფიციალურად უარყო. უარყო თვითონ პრეზიდენტის პრესმდივანმა. ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსი, ვისაც ყველაფერი ბრალდება, მას დაქვემდებარებულმა სააგენტომ უბრალოდ დამნაშავეც იყო. პრეზიდენტ პეზეშკიანის გადადგომის ცნობას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ეს და ამის მსგავსი ჩორები ისრაელის დაზვერვის სამსახურის მოსადის ოპერაციის ნაწილია. პრეზიდენტი პეზეშკიანი დიდად არ ეხატება გულზე ისლამისტთა ხელმძღვანელობას. ისრაელ-ამერიკის ოპერაციების შემდეგ საერთოდ. როგორ გადარჩი საერთოდ და შენ რატომ არ გაგანადგურესო თურმე ვიღაცების საქმეს ურჩევდნენ. ახლა პეზეშკიანი ითხოვს გავაჩეროთ ჩვენი მართული დაჯგუფებები სირიასა და ლიბანში, სანამ მოლაპარაკება მიდის ამერიკელებთან. არ თანხმდებიან გუშაკთა კორპუსის ლიდერები. ძალიან მკაფიოდ. ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსი არის ირანის ელიტური სამხედრო ძალები, რომელსაც აქვს არმიაც, ფლოტიც, ავიაციაც და საკუთარი სპეცსამსახურიც კი. ეს კორპუსი აკონტროლებს ირანის ბირთვულ პროგრამას. ამ კორპუსაბარია პროირანული ბოევიკების წვრთნა, აღჭურვა და ხელმძღვანელობა აზიასა და აფრიკაში. აი ამ ყველაფერს აკონტროლებს ნავთობისა და გაზის დიდი სამშენებლო კონტრაქტებით. და აბსოლუტურად ანგარიშვალდებულია მხოლოდ უზენაესი ლიდერის ხამენეის წინაშე. დაწერა თუ არა ზოგადად რამე განცხადება პრეზიდენტმა პეზეშკიანმა ამ დღეებში, ან ემზადება თუ არა რაიმე მსგავსისთვის ირანისნაირ ქვეყანაში, იქინა რთულად თუ გაიგებ. სანამ მართლა არ გადადგება. ამიტომ თვალი ადევნეთ ახალ ამბებს და ამიტომ ვტოვებ მორმენალ სტრიკონს. ამბავი განახლებადია. რაც პრინციპში ზუსტად ვიცით. რამდენადაც დახურული ქვეყანა გამოდის ინფორმაცია. პეზეშკიანი და სხვა პოლიტიკური ხელმძღვანელობა აქამდეც ნაკლული გავლენით რომ სარგებლობდნენ, ბოლო დარტყმების შემდეგ საერთოდ ჩამოაცილეს რამენაირადმე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას.
იმ ქვეყანას მართავს ერთი ხამენეი, რომელიც საერთოდ არ ჩანს. თავის ძალოვან ელიტაზე დაყრდნობით. პრეზიდენტი კი მხოლოდ შირმაა. შეგიძლია წარმოიდგინოთ პრეზიდენტის შირმა და რეალური მმართველობა კაცისა, რომელიც არ ჩნდება 2026 წელს. მე გამიჭირდა, მაგრამ იქნებ თქვენი წოდეთ ასეთი ქვეყანას, სადმე რამე თუ ხდება სხვაგან. ხო, ალბათ ასე უნდა ვილაპარაკოთ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი სამმართველოს გასაგონად. თლად სულხან საბასენით. თქვენთან იყო ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. მოიწონეთ, გამოიწერეთ, გამომეხმაურეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. Я помню ваши гадაცემა და